მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენო YouTube მაყურებელო. ჩვენ დავიწყეთ რუსთავის ტური, გაჩვენეთ მანდარინები, ჭალის ტყე, ჩვენი ჯუმანჯი 20 კვადრატი. და ახლა ვიმყოფებით რუსთავში, ყველა რუსთაველის საყვარელ ადგილას ასკილში, რომლებიც გვასპინძლობენ დღეს და ჩვენი სტუმრები არიან საქართველოში უძლიერესი მაფიის წარმომადგენელი პარადოქსის კლუბის წევრები და მივესალმოთ მათ, უდიდესი მადლობა. ახლა კი გეტყვით მეგობრებო, რომ მე ვერ ვიქნები წამყვანი, იმიტომ რომ დღეს იქნება განსაკუთრებული მაფია. და ეს არის სპორტული მაფია და ამ სპორტული მაფიის წამყვანობას ვამდობთ ჩვენ მასწავლებელს, ქალბატონ ნატალის. მოგდანით ქალბატონ ნატალი. დავზანდით? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ვართ ულამაზეს გარემოში, ყველასთვის საყვარელ კაფე-ბარში ასკილში, რომელიც გვასპინძლობს დღეს. თამაშობთ პირველად ჯუმანჯი მაფია, თამაშობს სპორტულ მაფიას და ყავს სპორტული მაფიის უძლიერესი შემადგენლობა, ვარსკვლავური შემადგენლობა, შეიძლება ითქვას სტუმრად. მადლობა ჩვენს მეგობრებს სტუმრობისთვის. ასევე თამაშობთ ჯუმანჯი მაფიის მოთამაშეები, წარმატებას გისურვებთ. ძალიან მაგარი, ძლიერი და საინტერესო თამაში გველოდება და ამ თამაშის წაყვანის პატივი მე ხვდა მეწილად ქალბატონ ნატალის და სხვა რა დაგჩენია, ჩაუჯექით, უყურეთ, ძალიან მაგარი თამაში გელოდებათ და სანამ თამაშს დავიწყებთ, მამაკაცები ფეხზე ადგომით მივესალმოთ ქალბატონებს. მადლობა და ღამე ქალაქში. ჩახრილი და იღვიწებს ნომერი 1 და ეცნობა როლს. იღვიწებს ნომერი 2. იღვიწებს ნომერი 3. მაგიდის ზემოთ დაკობეთ.
დღე წარმატებულ თამაშს გისურვებთ, მაგიდას გახსნის ნომერი 1. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კლუბ ჯუმანჯის ასეთი კარგი წამოწყებისთვის და დაპატიჟებისთვის. მე ძალიან გამეხარდა თვითონ ეს ღონისძიება და რაღაცა ენთუზიაზმით ჩავერთე თავიდანვე და სამწუხაროდ ახლა ბევრი ადამიანი იყო გასული ქალაქგარეთ და რაც ისე ვეძებდი ადამიანებს, მაგრამ ვთვლი რომ ძლიერად სასტავი შეიკრიბა და კაი თამაშს ვაჩვენებთ. მე თვითონ მიხარია რომ წითელი კარტი გამოვიღე, ჩემი საყვარელი კარტი, იმიტომ რომ არც შერიფი მინდოდა, არც რაღაცა როლი, იმიტომ რომ მიყვარს ამ ანდაზების კი არა, რაღაც ლოგიკური ჯაჭვების მოძებნა ამ მაფიაში. მინდა რომ დინამიური და ძალიან ისეთი, როგორ გითხრათ, აი, კარგი თამაში ვაჩვენოთ რა, რომ გამოვიდეს კაი ჩანაწერი და გამოვიდეს კარგი გადაცემა რა. 10 წამი. სხვა პრინციპში მეტი სათქმელი არაფერი არ მაქვს. მადლობა პას. დრო. ნომერი 2 გისმენთ? ვაყენებ ერთი ნომრის კანდიდატურას, ერთმა როგორც გახსნა, შეუძლია შავიდან ისაუბროს და უფრო ვიდრე წითლიდანც, მაგრამ ჩავთვალე რომ უფრო წითლიდან საუბრობდა ვიდრე შავიდან. ბოლო 10 წამის გაპასვაც შეეძლო, მაგრამ არც შეარო ესაუბრა და მე უფრო წითლის ხოდა საუბრად ჩავთვალე. გუნდის რაც შეეხება 1-2-ს ვითამაშებ 0-ზე და იმას ვიტყვი რომ პირველად როცა ჩამოხვედით თქვენ აქ რუსთავში ძალიან კარგი თამაშები იყო და მომეწონდა. მე მგონია რომ ეს თამაში უკეთესი იქნება და იმის მიუხედავად რუსთავს და თბილისს შორის ძალიან დიდი მანძილი არის, არც რუსთაველები და არც თბილისელები ამ მანძილს ეს მანძილი რო არ გვაგავებს, ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ეს უკვე ურთიერთობა და ურთიერთობა ყოველთვის კარგი არის. და ეს თამაშიც როგორც ეს ურთიერთობა, ესე იყოს წითლების ურთიერთობა. წითლებმა ვიპოვოთ ერთმანეთი და შორი გზიდან მოვლით თუ ახლო გზიდან მოვლით, მივიდეთ ერთმანეთამდე. თუ მივალთ ერთმანეთამდე, აუცილებლად მოვიგებთ. და დრო. მადლობა, ნომერი 3. მოგესალმებით, თითელი მოქალაქე ვარ. ერთმა ნომერმა როგორც გახსნა მაგიდა, რა ვიცი, ვფიქრობდი მის ფერზე და ნორმალური გახსნა იყო, არა გამაგსაგიჟებელი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, თამაში ალბათ გაყოფამდე შეიძლება ვაყენებ ერთი ნომრის კანდიდატურას. აი ორი ნომრის საუბარი, აი 10 მაჩვენა რომ ორი წითელიაო და დასაწყისი იყო რაღაც ცოტა ისეთი არეული, აი ბოლოს უფრო კარგად დაალაგა და შეაერთა ყველაფერი. თავიდან თქოს რაღაცა ჩავთვალე რომ შავი ხო არა და ხო ნერვიულობს მეთქი, მაგრამ რატო იპოვა 10-ანმა ორი წითლად? არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით 3-0-ს ვითამაშებ. 1-2-ში ერთი უფრო წითელი ალბათ. აი ორი არ მგონია წითელი, მაგრამ ხა 10 რომ მოусმენ, ერთი რო გაიყოფა, შეიძლება მე რო ილაპარაკებენ, შეიძლება შემეცვალოს აზრები. ჯერჯერობით ორი ეგეთი წითელი მე ვერ ვნახე და შენ თუ რატო ვფიქრობ, აი რომ მოგისმენ, იქიდან გამომდინარე ვიფიქრებ რა. და დრო. მადლობა, ნომერი 4. მოსახელებ 2-ს? ორი მიღებული. აჰა, ნუ 3-2 არ დააყენა. თქვენ 1-2-ში ორი უფრო შედარებით შევიკავთ, ერთის დასახელებით დაიწყეთ, ორი არ დაასახელოთ რატომ ვარ? იდეაში 3-ის დასახელებას ვაპირებდი, რომ ორი იმიტომ თქვი მაინტერესებს დასახელდა თუ არა 2-3-ის მიერ. 2-3-ში 3 უფრო შავი მყავს. იდეაში შეიძლება 2-3 გუნდის. მე იდეაში თქვენ ორი არ დააყენეთ, შეიძლება გუნდიც კი იყოს, ასე რომ პოტენციურად მე ვაპირებდი ორთან თამაშს, მაგრამ თქვენ გამო არ ვითამაშებ 1-4-ია ჩემი გუნდი ჯერჯერობით, 2-3-ში შავი, ან შავების ხეთხართ, როგორც შენ სემონომენო ორი არ დააყენა, მე გონა რომ ორი და მაგით დავასახელდა ვიწყოთ 2. 1-4 ჩემი გუნდი. იქიდან 9 მანიშნებდა 1 ვინ არისო, 1 უფრო წითელი მგონია და 2-მა 10-მა დაუძაღა 2 წითელი. ამ 3-ის შლის შემდეგ მაინც 2 წითელი ყავთ, 3 2 არ დააყენა, 3 წითელი გონიათ, 2 გონიათ წითელი. აი 3-ს 2 ყავს შედარებით შავი, მაგრამ არ დააყენა. ასე რომ 2-3-ში 2 უფრო შავი, 3 უფრო შავია, მაგრამ შეიძლება გუნდიც კი იყოს, ასე რომ 1-4 პრინციპში 10 წამი. საკმაოდ მყარად თამაშობ 1-4-ს. დრო აგონია ბევრი შავი ჯერჯერობით აცაუბრეს. აბა გისმენთ, პას. მადლობა, ნომერი 5. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მადლობა დაპატიჟებისთვის და ძალიან დიდი სიამოვნებით ჩამოვედი თქვენთან. დიდი ხანი არ მითამაშია ქართული სპორტული მაფია და იმედია კარგად ვითამაშებთ, ეხლა კარგი თამაში გამოვა. რაც შეეხება ჩემამდე საუბრებს, რაღაცა აი 3 და 4 როგორც ისაუბრა, აი 3 როგორც ისაუბრა, ჩავთვალე რომ 1-2-3 უნდა ეთამაშა. 3-0 იყო ცოტა წარმოუდგენელი რაღაცა და 4-მა როგორც დაიწყო რომ ჯერ 2 წამოაყენა და 3 უფრო შავი მყავსო და 3-ს არ აყენებს, ხო? ეგეც ვერ გავიგე რა 4-ისგან და ამიტომ 3-4 საეჭვოდ ისაუბრეს 3-4-მა. ერთმა როგორც გახსნა, ხო, ნეიტრალური გახსნა იყო, ცოტას ნერვიულობა შევამჩნიე ერთ ნომერს, ცოტა ნერვიულობდა, მაგრამ არ ვიცი, მაგას შემდეგ წელზე გაყოფაზეც მოусმენ და ორი ნომერი კიდე რაც შეეხება, ორი ნომერმა ისე თავისუფლად ისაუბრა შავი კარტიდან,
არ ვიცი რა როგორაა ზოგი მოთამაშეები შეიძლება შავი კარტიდან აკეთებენ ესე ვიღაცა მიფიქროს რომ შავი კარტიდან ისამაშა ეს თავისუფლად რომ ეხა ერთ ნომერმა როგორც გახსნა უეჭველი წითელი ძახება ცოტა შეუძლებელი არის რა მაგრამ ფიქრობდი რა შავი კარტიდან აკეთებ და წითლიდან და მე უფრო წითლიდან ჩავთვალე რატომღაც რა უფრო წითლიდან ჩავთვალე მაგრამ არ ვიძახი რომ უეჭველი წითელია უფრო წითლიდან ჩავთვალე თან 10 ნომერი ძახის დიდი ხანია ერთად თამაშობენ 10 ნომერი ძახის ორი წითელია და ამიტომ 10 2-ში ორი უფრო წითელია მადლობა ნომერი 6 მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე ვარ, 5 ნომერს გუნდი ვერ გავიდე ბოდიში. ერთი ნომერი მომეწონა, კაი გახსნა იყო. ფერის მომცემდი და იყო, მაგრამ ემოციურად უფრო წითლად ჩავთვალე რა. 2-3-ში რა ხდება? 4-ის არ გამოვიდა და მეც ეგრე მეგონა რომ 2-3-ში შეიძლებოდა რომ შავი ყოფილიყო. მაგრამ როგორც 4 ნომერმა არ წამოაყენა 3 ნომერი და წამოაყენა 2 ნომერი. ხო, ანუ 4 ნომერის სპიჩიდან გამომდინარე, 3 ნომერი უფრო უნდა ყოფილიყო, 4 ნომერს წამოყენება და არა 2 ნომერი, ეგ არ მომეწონა. როცა 4 ნომერი თვითონვე უტევდა 3 ნომერს იმის გამო, რომ 2 ნომერი არ წამოაყენა და ვერ მივხვდი რა 4 ნომერის ფერს. 2-3-ში მე 3 უფრო წითელი მყავს, 4 ნომერი არ მომეწონა და 5 ნომერს გუნდი ვერ გავიდე. 1 ნომერი მომწონს წინა გამოსვლებიდან ყველაზე მეტად, შემდეგ 3. რა ვიცი. 4 ნომერი არ მომეწონა ყველაზე მეტად. ბას მადლობა ნომერი 7 მოგესალმებით, მე ვარ ნაჭრი, პატიოსანი მოქალაქე ვარ. აი, ხა დავიწყებ რა, პირდაპირ ვიტყვი, ჩემი გუნდი იქნება 1-2-5-7, 3-0, ნახე 3-0 თამაში 1-2-ში, ორივე შავი არ ყავს, ერთი წითელი ყავს რა. ჩემი მერე შეიძლება 1-2-3 ეთამაშა თავისუფლად, ხა არაფერი და შევდებოდა 1-2-3-ს თუ ითამაშებდა. 3-4 არ მომეწონა 4-ის დაყენება, შენ ჩემი აზრით 3 უნდა გიყენებინა და არა 2, რაც ლაპარაკი და მაგრამ 4-6-ში ორივე შავს არ ვფიქრობ, იმიტომ რომ 4 ნიშნა 6 ნომერზე რომ შავი არის და 6 ნომერს 4 არ მოწონს. 6 ნომერს 4 არ მოწონს, მიიღეთ 6 ნომერს კანდიდატურა. 6 მიღებულია. ხო, 1-5-7 იქნება ჩემი გუნდი, მე წითელი მოქალაქე ვარ, მეცდები რომ ჩემი წითელი გუნდი ვიყო ამაგიდაზე რა. დრო, მადლობა ნომერი 8 მოგესალმებით პატიოსანი მოქალაქე ვარ 4 ნომერი არ ვიცავ ეხა საერთოდ არავის მაგრამ 4 ნომერმა თქვა 2 ნომერის დასახელება იმიტომ დავიწყე რომ მაინტერესებდა 3 დაასახელა თუ არა და თუ მაგიდაზე არ გესმით ნალაპარაკები ჩემი პრობლემა არ არის 1 ნომრის ფიჩი მე ძალიან მომეწონა რავი წითელი მგონია 2 ნომერმა საუბარი როგორც დაიწყო ძალიან არეული მომეჩვენეთ მაგრამ თქვენი გადასვლა ბოლოს მომეწონა და რატომღაც 10 ნომერი რო წითელს გეძახით 10-2-ში თუ ვინმე შავი უნდა იყოს ვეთანხმები 5 ნომერს 10 ნომერი უფრო უნდა იყოს შავი რა ეხლა რა გავაკეთე 8 დანებდა, რითი დაუნებდი, შენზე რო სიტყვა თქვი, დანებებული შავი ხარ. 6 ნომერი გადაუმოწმებელი შავია მაგიდაზე, რავი. 6 ნომერი შავი როა და 4-ს შავს ეძახის. 6 რატოა შავი? 6 რა გავყოთ? შენ გაიყოფი, ვაყენებ 6, ვაყენებ 10, 6-10 იყოფა მაგიდაზე, ორივე დგება. 6 ნომერი რო ლაპარაკობს, 4 ნომერი არ მომწონს 4 ნომერმა, ჩემი აზრით, რავი, დალაგებულად ისაუბრა და თან 6 რო არ მოსწონს 4, რატომღაც მე მაგიტო უნდა მომეწონოს 4 ნომერი. აუ 5 ნომრის საუბარი ძალიან მომეწონა, მაგრამ რატომღაც მგონია რომ არ საუბრობდა წითელი კარტიდან. ბადრო ნომერი 9 მოგესალმებით ყველას, ჩემი სათამაშო ნიკი არის ლუგარო, თქვენ კლუბში ვარ პირველად და იმედი მაქვს რომ კარგ საინტერესო თამაშს ვითამაშებთ, ყველას წარმატებას გისურვებთ მიუხედავად თქვენი გუნდისა. მე წითელი ვარ და იმედი მაქვს რომ ამ თამაშს წითლები მოვიგებთ, 1-5-7 არის ჩემი გუნდი ამ ეტაპზე, 2-ის გარე შევთამაშობ თქვენ გუნდს, 7 ნომერი. 2-ის პოზიცია ვერ გავანუ რაღაცნაირად ჩემთვის უცნაურად ისაუბრა, თუმცა შეიძლება წითელი იყოს, 10 მაჩვენებს წითელი, თქვენ უფრო წითელი ხართ ვიდრე 10. ისეთი საბეტილო მაქვს რომ 6 სფერი იციან, იმიტომ რომ ორმა ადამიანმა აჩვენა 6 დგება, 6 არის დანებებული შავია, ხო სწორია ნომრებო 7-მა და 8-მა თქვა. 10-მა თქვა რომ 8-მა თქვა რომ 10 არ არის წითელი წინასწარ, სადაც 10 აჩვენებს 2-ს. სამი შემოწმება არ არის ცუდი ამ თამაში, იმიტომ რომ უცნაურად ითამაშე, პოტენციურად 2 წითლის შენ შავი გონია, უეჭველი. რა გაიხსნება, მე ცუდი გახსნა იქნება, კაი რა. 4-6 რატო არის გამორიცხული რომ ერთად ჩავაბიყვნენ თქვენი არგუმენტი ცოტა ვერ გავიგე იმიტომ რომ შეიძლება შავია და თავის შავს უტევს რა მოხდა ეგეთი რაღაცა ხდება 1-5-7 ჯეჯებით არა 2-ის წინაამდე და დრო ნომერი 10 ერთთან ნომერო ვისთან გაიყოფით მე მაინტერესებს ვისთან გაიყოფით და მე მევიტყვი არა აქვს მნიშვნელობა ხო ვაყენებ 7-ს 1-7 გაიყოფა მხარეზე რა ჩატყდება მაგიდა რა ჩატყდება უეჭველი შავს ვიპოვეთ 1-7 მე 7 მგონია წითელი უბრალოდ თქვენ 2 ამოაგდეთ 7-ის გუნდი და მგონი ხართ შავი ხარ 8-9-ში უეჭველი შავიზის რომელი უფრო შავი ხართ არ ვიცი იმიტომ რომ მე 2 ვიპოვე წითლად რაც 1-2-ში 1 უფრო ნერვიულობდა ვიდრე 2
ყველამ ერთი ითამაშეთ უფრო წითრად ვიდრე ორი. მე ორივით ვაჩვენე რომ უიჭველი წითელია და სამმა ელაპარაკა 1-2-ში ორი უფრო შავი ვიდრე ერთი და 1-3 რო გეთამაშოთ 3 ნომერი რამე პრობლემა იქნებოდა არ იქნებოდა ხო? ამიტომ 3-0 არ მომეწონა. 6-მა ელაპარაკა 3-0 კარგიაო. და მე უგუნდოდიყო. 5-ის ვაფშე კატასტროფა. 1-3 4-3-4-5-6-ში 2 შავი მოთამაშე მგონია რა. მას. მადლობა. წამოყენებული კანდიდატები არიან 1, 2, 6, 10, 7. ამ თანმიმდევრობით ნომერ 1-ს ახლა აძლევთ ხმას 5 ხმა, ნომერ 2-ს 0 ხმა, ნომერ 6-ს 0 ხმა, ნომერ 10-ს 0 ხმა და ნომერ 7-ზე გადავიდა 5 ხმა. გაიყო 1-7. ერთი ნომერი გისმენთ. ანუ სამმა როგორც ილაპარაკა, მე ვიფიქრე რომ 1-2-3-ს ითამაშებდა და არა 3-0-ს. ანუ არ განიხილავდა კორშავს და უიჭველი შავს არც ერთს არ გვეძახდა აქედან გამომდინარე და 5-მა იქ აღნიშნა და უბრალოდ 5-ს 4 არ მოეწონა. მე ვერ გავიგე რატო არ მოგეწონა, უბრალოდ მაგრამ რაღაცა თქვი, მაგრამ ვერ მივხვდი. 6 ძალიან უცნაური პოზიცია ქონდა, ერთიანი უეჭველი წითელი და 3-0 კაი პოზიციაო. ამიტომ გიტევს ხო, მაგრამ ამიტომ გიტევს თელი მაგიდან, ნუ შენ ვერ უნდა იძახდე 3-ს კაი პოზიცია აქვს, როცა 1-ს ეძახი წითელს. ნომერი 7 თქვენი 30 წამი. მე მგონია რომ მე ზუსტად ეგ ვილაპარაკე ჩემს ძუძე, მაგრამ მე მგონია რომ 6 არ ჭირდება გადამოწმება. იდეაში 5 მე რაც შევხვდე 5-ის გადამოწმება წითელის და შავიც კარგი იქნება. მე ეგრე მგონია რა. რაღაცები დაგარდება მე ეგრე ფიქრობ. ბას. მადლობა. განმეორდებოდი ხმის მიცემა 1-7. ნომერ 1-ს ახლა აძლევთ ხმას 5 ხმა, ნომერ 7-ზე გადავიდა 5 ხმა, დადეთ ხელები. ვის უნდა რომ ორივე მოთამაშემ დატოვოს თამაში? არც ერთი ხმა. ხამე ქალაქში. მაფია ამზადებს იარაღს და ესვრის. ნომერ 1, ნომერ 2, ნომერ 3, ნომერ 4, ნომერ 5, ნომერ 6, ნომერ 7, ნომერ 8, ნომერ 9, ნომერ 10. მაფია მიიღება და იცინებს. ქალაქში შემოდის დონი. მოპასუხი ქალაქში შემოდის შერიფი. მოკლული ნომერი 1 თქვენ ხართ პირველი მოკლული გაიღვიძეთ თქვენი საუკეთესო სვა 6-8-9 6-8-9 მიღებულია დღე ქალაქში მე ერთი გისმენ ანუ რაღაც გეტყვით უყურეთ 10 არ ჩავთვალე შავად ბატონო ლუგარო და თქვენ როგორც აღნიშნავდით მოიცადეთ 10 არ ჩავთვალე შავად და თქვენ როგორც აჩვენებდით რომ 10 შავია ამით არ მომეწონა ნომერი 9 6-ზე უკვე ვთქვი 8-ს ქონდა დაბნეული საუბარი ის შეტევები რასაც თქვენ ახორციელებდით არ იყო რელევანტური იმასთან შედარებით რაც თქვენზე შეტევა იყო ამკიდან გამომდინარე ამას აკეთებენ უფრო შავები ანუ მახსენი რატო დავასახელე 6-8-9-ს მე ბევრი დრო არ მქონდა 3-ით ძალიან შესაიჭო იყო და 4-ით წესით და 5 ანუ აქ ცოტა ისეთი მომენტია მე ვთქვი ყველა ჩემი არგუმენტი 7 არის ჩემი გუნდი აი 9-ს ატყობ ხოლი ნომერ 9 რა პრობლემაა საკუთარ შავების წინამდე გართამაშებ მე შერიფი არ გამეხსნა თუ რამეა ვერაფერს ვერ ვიტყვი ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას ჩემი აზრები გითხარით მე ყველაზე შავი მგონია 8 ჩემ ნათქვამში 6-8-9-ში მე ვთქვი ყველაზე შავი მგონია 8 9 თუ გაიხსნება შერიფად არ არის შერიფი 9 წითელი ყველა გაიხსენე ბადრო ნომერი 1-ის ვემშვიდობებით ნომერ 1-ს მაგიდას გახსნის ნომერი 2 ვაყენებ 4-ს, ვაყენებ 6-ს, ვაყენებ 3-ს, თანმიმდევრობით 4 იმიტომ არის შავი მოთამაშე რომ ისაუბრა 2-3 შეიძლება ერთად შავები იყოს, რომ წამოყენება დაიწყო 2-ით და 2-ით წამოყენებას როცა იწყებდა 3 ყავს უფრო შავი მოთამაშე 2 შედარებით წითელი უნდა ყავდეს იმის მიუხედავად რომ 1-4 გათამაშე და მე 1-2-ის გუნდი მაქვს ნულზე ნათამაშები და
შენ რის გამოც 2-3 შეიძლება შავი გუნდა ჩაგეთვალა 3-2 რო არ დააყენა. იგივე გააკეთე შენს და როამ რო ეგისაუბრა მე რომ აღარ ვიციო და ბოლოს მაინც წითელი გამოგივიდა გიგა ეგ არ მომეწონდა. ერთი სვიჩი მაგიტომ მომწონდა. თქვენ 9 ნომერი რაც ისაუბრეთ, ერთს იგივე უთხარით, თავშავებს არ უტევენ და იგივე შეიძლება გაიკეთებინეთ თქვენც. რაზეც ბოლოს მიეც შენ შევდა. 6 იმიტომ იყო შავი მოთამაშე რომ 6-მა ისაუბრა რომ 1-3 ორივე წითელია და ისო რა ქვია, თამაშობ 6-0-ს. და 5-მა გუნდის გარეშე დარჩი და 5-საც მოვისმენ რა. ჯერ 4-6-3 ამ თანმიმდევრობიდან მივიღებ გადაწყვეტილება. ბადრო, მადლობა, ნომერი 3. აი, ჩემი წითლიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში მაგიდა ესე ითვლება, თუ რო არის შერიფი ცხა შემოწმებული წითლით, ეგ ინფორმაცია გვაქვს, 2-ზე ასე თუ ისე მეჭუბეს, როგორ ორი უფრო წითელი არისო, 10 ნომერმა მაგალითად, 10 ნომერის დაასრული მე არ მომეწონა, ძალიან ცუდად დაასრულე. რატო? აი რა გუნდების ქვი რა ფერების დაარიგე, ბოლოს ქვი, აი რაღაც, აი 3-4-5-6 ძალიან ბევრი შავიაო და იქ 9-ზე უნებოდი შავი ხარო და ძალიან ბევრი შავი გამოგივიდა. 6 მე არ დავაყენებ, ანუ ამ წრეზე მე არ დავაყენებ, უბრალოდ ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვინც ჩემთან ითამაშა, 4 წამოყენებულია. 5-7 წამოყენება მინდა, მაგრამ 9 ნომერმა ითამაშა 1-5-7-9 და შენ გადავაწყვეტ წითელი ხარ და ვაყენებ 10 ჯერჯერობით. 10 მერებული. რომ არც აღიხსნია რატო იყო 2 წითელი, ანუ შენ იპოვე 2 წითლად. 10 ნომერო თქვენ გელაპარაკებით 10 ნომერო. თქვენ თქვით რომ მე ვიპოვე 2 ნომერი წითლად, მაგრამ რატო? აი ეგ მინდოდა მე თქვენ არ გაგიხსნიათ რის გამო. ასე მაშინ წინ ერთი უფრო ნერვიულო და ვიდრე 2-2 კაი რაღაცები ელაპარაკა. ბადრო. ნომერ 10-მა მაიღო ფოლი. ნომერი 4 გისმენთ? ვასახელებ 8-ს. ვასახელებ 9-ს. მე შეიძლება შერიფი გამეხსნა. არ ვიცი, შეიძლება შერიფი მეც ვიყო. თქვენ ვერსიას არ ვთამაშობ. მაგას გავარკვევთ. მე ვთქვი რომ 2-3-ში თქვენ 2-3-ით 3-0-ს რო თამაშობ და 2-ს არ აყენებთ და თუ 2 ყავთ შავი, მაგიტო პოტენციურად დაგაყენეთ. 2 და მე 3, იმიტომ რომ მეგონა რომ თუ 2 ყავდა შავი დააყენებით და მაგიტო მეგონა ერთად შავები, იქით რაღაც ხდება. 8-9-ში შეიძლება თქვენ ფერში შევწდე. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთი მოკვდა, თქვენ თამაშეთ 2 ალბათ არ გონიათ შავი ეხლა, როგორც ხდება მოცემულობაში 3-0 ხვდებით ალბათ ცუდი გუნდი, ასე რომ მე 1-4-ის თუ გუნდის თამაშე მეძლო. იმ გონია წითელი, 7 მგონია წითელი. 10 არ ჩამიდუნდა 8-9-ში, იდეაში 8-9-ში როგორც დაასრულეს საუბარი, ფიქრობდი თქვენ თქვით 4-6-იო, რატო არ არისო 7-8 ეუბნებით? 4-6-იო, რატო არ შეიძლება შავების გუნდი იყოს? რა იდეაში 7-7-მა რომ იქ თქვენ ვაუბრობ 4-6 ალბათ არ არისო შავების გუნდიო, მაგრამ თქვენ ამაზე აკეთებთ აქცენტს, რომ კიო შეიძლება იყოს. იქნებ თქვენ ხართ შერიფი, გვითხრათ ეგ ინფორმაციაც. მე ბოლოს ვიტყვი რა ინფორმაცია მაქვს, ინფორმაცია მაქვს. ბადრო. ნომერი 5. ინფორმაცია რა გაქვს, შენ თქვი რომ 7 მგონიაო, წითელიო, 8 წამოაყენე. ანუ იხსნები 7 წითლით ხარ და 8 არის შენი მოწინააღმდეგე. უნდა თქვა თორე ჩავდებ შენში ხელს, თუ არ გაიხსნები შენ დიფათ მე შენში ჩავდებ ხელს. 10 ნომერო, პატივცემულ 10 ნომერო. თქვენ რაც ისაუბრეთ, მომისმინე. მე უნდა ყოლოდი ძალიან წითელი. მე რა ვთქვი, ერთი ნომერის გახსნა იყო მეთქი, გახსნა მე ცოტა ნერვიულობდა მეთქი. 2-მა როგორც შეაფასა, ხო, მაინც უფრო წიცისკენ დაუძახე. 1-2-5 ვითამაშე, ერთმანეთს გაჩვენა 1-2-5-იო, 6 ვარ როცა კითხა მე რა ითამაშა 1-2-5-იო გაჩვენა. ხო და თქვენ თვითონ საეჭვოაო ძალიანო და არ ვიცი 6 ნომერი ყარა თქვენ ზოგადად თულია თქვენი ფერის ყოვნა როცა შავი ხარ წითელი მგონი ხარ როცა წითელი ხარ შავი მგონი ხარ ვაყენებ 6 ვაყენებ 3-ს ვაყენებ ანუ თქვენ იხსნები 7 წითლით გაგეხსნა თქვენ 7 წითლით იხსნება 10 წამი ანუ 8-9 ყავ თქვენ ორივე შავი ერთად როცა ის უნდა გამოვასწოროთ 10 ნომერო თორე ძალიან შავად ისაუბრეთ ნულზე. გამოსასწორებელი. არ ვიცი 6 საუბარი მაინტერესებს ძალიან. ნომერი 6. ხო 4 ნომერს წამოყენებას ვაპირებდი, მაგრამ 8 ნომერსაც მოვა. თუ შევაბი ვარ, სხვა ნომერი ერთად მოგვიარდებ შავად ისე რომ იყო. მოვისმენ 8 ნომერსაც და მე გადავწყვეტავ რა გადაწყვეტილებას მიიღებ, იმიტომ რომ 4 ნომერი 0-იან წრიდან არ მომეწონა, მაგრამ არც 8 ნომერი არ მომეწონა. 8 ნომერი 4 ნომერს იცავდა 0-იან წრეზე. ანუ 4 ნომერმა 2 წამოაყენა და 3 წამოყენებას თავი არის და ეგ არ მომეწონა 4 ნომერის მხრიდან, სადაც 3-ს შავი ეძახა მთელი სპიჩის განმავლობაში რა. 5 ნომერი ვერ მივხვდი თქვენ ახლა წითელი გგონი ვარ, შავი გგონი ვარ, თან თქვენი მხრიდან ვერ გავიგე. მე რომ წითელი მგონი ხართო, შავი ხართო და შავი რომ მგონი ხარ, წითელი ხართო და წამომაყენეთ და შავი ვინ მგონია? ანუ მე 4 ნომერი მეგონა ყველაზე შავი რა, თავის წინას ფიჩები დაგავნილარი და ეხლა 8 ნომერსაც მოусმენ და იმის მიხედვით გადავწყვიტავ რა, იმიტომ რომ შერიფად გაიხსნა. 10 წამი 9 წითელია, 8 შერიფია. 9 წითელია. 4 ნომერს გაიხსნა შერიფა 7 წითლით. კაცო, ხო უნდა მოვისმინო იქ დამხარე. აკეთ 7 ყველა წითელი დაუდახე. წამით. ნომერმა 4-მა, ნომერმა 10-მა აიღეთ ფოლები. 6 საუბარზე, ნომერი 7 გისმენთ?
რომელიც შედი ვასახელებ 4-ს, ვასახელებ 6-ს, ვასახელებ 10-ს. ხარდაჭერილი. სამს უკეთესი პოზიცია აქვს ვიდრე 10-ს. ჩემთვის მე ეგრე მგონია. ხარჩერდი ოქრი 4-4-0-ზე 0-0-ზე შავი მყავდა. ეხლა რაც ლაპარაკა თქვენი ლაპარაკეთ რომ 8 ვერსიას 8 ვერსიას არ თამაშობთ. ამიტომ თქვენ უეჭველი ხდებოდით შერიფად. მოგიწიათ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვფიქრობ. გიწევდათ. ამიტომ ჯერჯერობით მე ვიწერები 8 ნომრის შერიფობაში. არ მგონია, მე მგონია უკვე 4-6 შავი გუნდი. და ალბათ 10-3-ში ყავს მე 3 შავი, მაგრამ უფრო 10 რა. 8-9-ზე თითლები მყავდა რა. ბას. მადლობა, ნომერი 8. ვაყენებ 4-ს, ვაყენებ 6-ს, 6-მა ნომერმა, 4-მა ნომერმა იცით თვის ფერზე შეგამოწმათ? 5 ნომრის ფერზე, იმიტომ რომ თქვენი გუნდი იყო 1 2 5 7. 4-მა ნომერმა ისაუბრა 1 წითელია, 2 მოსმენი წითელი მყავსო და 5 გყავთ შავი 4 ნომერო? ხომ ასე შეამოწმა ახლა რა გავაკეთე? აბა 7-ს დაუძახა ყველამ წითელი. ეხლა გავა ნომერი 4, ეხლა გავგზანდება ნომერი 4, მე ვარ შერიფი აქ. 9 ნომერი გადამოწმდა, ერთმა ნომერმაც ისაუბრა რომ 9 გადამოწმდეს 9 შავი მგონია, 9 ნომერმა აქეთკენ შავი დამიძახა, 10-მა ისაუბრა რომ 9-ში 1 შავი უნდა იჯდესო, 10 ნომერი მე წითელი მეგონა და გადავამოწმე 9 ნომერი რაც ისაუბრა. გინა გითხრა შენი შავები, უბრალოდ შენ აღარ ჩადებენ ჩემთან ერთად ხელს. ეხლა გავა ნომერი 4, 6 ნომერო თქვენ წითელი მგონი ხართ იმის მე რაც ისაუბრეთ და ჩადეთ 4 ნომერში ხელი. იმიტომ რომ თქვენ შავი გგონიათ 4 ნომერი. ბას. მადლობა, ნომერი 9. მე ძალიან მინდა რომ თქვენი შერიფობა ვითამაშო ნომერი 4. აი, პირდაპირ მთელი თამაში ვფიქრობ, ნეტა შერიფი ხო არა ხართ მეთქი. თქვენი თამაშეთ გუნდი 1-4. 7-თან თამაშა 8-9-10-მა წახვედი და 7 შეამოწმეთ. 2-3-ში კი არ შეამოწმეთ საეჭო თქვენთვის. არა, წახვედი და 7 შეამოწმეთ, რომელსაც 3 ადამიანმა წითელი დაუძახა. მე ძალიან გონი ხარ შერიფი. მე თქვით ესეთი რაღაცა რომ 9 მგონია შავიო რა. 7 ყავდა შემოწმებული წითელი. როდესაც მე 7-თან ვითამაშე, რა არგუმენტი გეკონა 9 შავი? 0 არგუმენტი. იმიტომ რომ მე ვთქვი რომ 7 მგონია წითელი, თქვენ წახვედით შეამოწმეთ წითელი. მე ძალიან მგონი ხარ შერიფი, მაგრამ მზად ვარ ესეთ შერიფი დავკარგო, ვაყენებ 4-ს. 7 შემოწმებული წითელი, 4-ის შემოწმებული წითელი, 7 იძახის, გადის 4. ხელი არ დავინახო არსად, გავიდა 4 დაემშვიდობა. მე გაჩვენეთ ვინ უნდა შეამოწმოთ. მადლობა. მადლობა, ნომერი 10. კი ბატონო, როცა 7 ამბობს რომ 4 უნდა გავიდეს, მანდ 4 უნდა გავიდეს, მაგრამ ვერსიაში 4 შავი 6-იანი რო გავიყუროთ გინდათ? არა. 7 ნომერო 10-მა დაგიძახა წითელი, 8-მა დაგიძახა წითელი, 9-მა დაგიძახა წითელი. 7 მოწოდება 4-ისგან? არ მოწოდება. არასდროს. ამიტომ 4 არ დანებებულა. ოდიშით, დანებებული შავი ხარ. არ მოწოდება. არასდროს 7 4-ისგან. როცა აქეთ 10-მა 9-მა 8-მა წითელი ეცახა. კრიშე რამისგან ნომერი 7 ისეთი გუნდი იტამაშა. ვაყენებ 6-ს, ვაყენებ 4-ს. ხარდაჭერილი. აუ 10 შეამოწმე მაინც. როგორ არა? აუ უთხარი მაშინ რა შემოწმე. ბას. მადლობა. ყველა მისაუბროთ, ხმის მიცემას ვიწყებთ. წამოყენებული კანდიდატები არიან 4, 10, 8, 6. ამ თანმიმდევრობით ისე დადეთ ხელები რომ კარგად დავინახო. ნომერ 4-ს ახლა აძლევთ ხმას. 1, 2, 3, 4, 5, 6 ხმა. ნომერ 10-ს 1 ხმა. ნომერ 8-ს 0 ხმა. ნომერ 6-ზე გადავიდა 2 ხმა. ნომერი 4 თქვენ ხართ ხმის ლიდერი. 8-9 ალბათ არ არის შავი გუნდი, ხო? 8-9 არ არის, 8-9 არ არის. ეხლა როგორც ისაუბრა, 10 უფრო შავია ვიდრე 9-8 მეგონა, 10 უფრო არის შავების გუნდი. 7 გადამოწმებული წითელი, 8-9-ში 2 შავია, მაგრამ 3-ვე არ გონია. 2-3-ში 2-მა დააყენა 4-6, 6 9 დააყენა 2-მა. 2-3-ში 2 უფრო შავია. მოკლედ მეგონია 8-10 2 გუნდი. თუ გადაიგაზე მიხვალთ ბოლოს 2 თუ დარჩება ორს მოხსნით, ესე მგონია. 9-ში 9 უფრო წითელი მიყავს ვიდრე 10. ნებდები და დაეძახე. ნებდები 8-10 2 მგონია გუნდი. რა აზრია 7-მა გამიყვანა ისედაც წაგებული ასედაც. 10 წავიდა. ესე რა? 8-10 2 პოტენციურად. დრო, ვემშტობებით ნომერ 4-ს და ღამე ქალაქში.
მაფია ამზადებს იარაღს და ესვრის ნომერ 1, ნომერ 2, ნომერ 3, ნომერ 4, ნომერ 5, ნომერ 6, ნომერ 7, ნომერ 8, ნომერ 9, ნომერ 10. მაფია იძინებს, ქალაქ შემოდის დონი. შემშობი დონს ქალაქ შემოდის შერიფი. პასუხი და დღე. ნომერი 8, თქვენ ხართ მოკლული? 5 არის გადამოწმებული შავი, 5 ნომერმა 4 ნომერს რავი, რა აღარ უთხრა, რომ გაიხსენიო, გაიხსნა. რა? 10 წითელია, 9 წითელია, 7 წითელია, 2 წითელია, 3 წითელია, 5, 6 არიან ბოლო შავები. ხო და თუ 6 გადამოწმებული შავი და თქვი და არა, 5 ხართ გადამოწმებული შავი. უბრალოდ 6 მგონია შავი. რეებიც აკეთა და რეებიც საუბრად. 5-ია გადამოწმებული შავი. მადლობა. არა, პასარა. 4 ნომერმა ისაუბრა, 2, 8, 10 არიან ერთად შავები, 2 ნომერი თქვენ ხელისად ჩადეთ. 4-ში ჩადეთ, ხო არ ჩადეთ 4 ნომერში ხელი და მაინც ფიქრობთ ვინ არის შერიფი? მე კი არ ვფიქრობ, რომ დარჩე, მაგიტაც 6 გავუყანო, რომ არ მოგვიწე შეფარა. ფოლი ნომერ 2. 2 ფოლი ნომერ 2. რემშტობებით ნომერ 8-ს, მაგიტაც გახსნის ნომერი 3. ვაყენებ 5 ნომრის კანდიდატურას. კაი, ხა ესე იგი, დავარაგოთ ფერები, ანუ 9 გადამოწმებული წითელია, 7 წითელია, მიუხედავად იმისა, რომ სულ შერიფის გადამოწმებული წითელია. 10 ალბათ უფრო წითელია, მაინც უფრო წითელია, 2 6. 6 მეითამაშა 1 3 6. წინა წრეზე 5-მა დააყენა 6 და მე დამაყენა მე. მაგრამ მაგას სამიშველება ქონდა 4 გაიყვანა ყველა. ყველა ხელი დაიდო, მე დავდი 10-ში ერთი ხელი გავისროლე, ასე აღარ ქონდა, მალე მინდა დამთავრებული იყო. ხო, არა, ის სწორი იყო, შეიძლება ლაპარაკე, 9 ნომერმა რაც თქვა, რომ 7 ნომერს არ ამოწმებდა. უბრალოდ მეთქი, ეხლა პოლიცია იყო, მაგრამ ეგეც ვიფიქრე, რომ მე ცოტა ხანი იჯდეს მეთქი. მაგიტომ მინდა და გასწროლა ხელის. კაი, 5 გავა. აკიზამი. აი 6 ნომერს, აი მაინტერესებს რა. მოხდები მე 3-0 მაგ თამაშები და 1 3 6 მე ყველამ შემოგიტია იქეთ, ეგით ბევრი წითელია. დრო. ნომერი 5. მე რო გავალ 2 3 6 ხოდის ბოლოშავი. აი როგორ შეგიძლია მოიგოთ? 4 წითელია? 4 იყო შერიფი? შერიფი ბატო რატო დაუძახ შერიფს? 2 ნომერო. ბატო რატო ეს არის უეჭველი წითელი არის 2 ნომერი. ბატო შერიფს ბატს ეძახს, ეხა ის შავი კარტა ხوار დაუძახებდა. ეს არის წითელი. 3-3-0 ითამაშა, ეხა 2 წითელი გადააგდო, დაუშვა თუ ის არის, ხო, 3 წითელია. 6 რო გავა თამაში რო არ მორჩება, ვინ გონია ჩავი? 2? რატო? ანუ ბატო შევირის მიმართა და 2 არის, 2 არის ნაჩუქარი ფერი წითელი არის. 3? 3-3-0-ით არის თამაშედა შავი კარტით. მე არ მითამაშია ცოტა ეს თამაში და 4 ნომერი. დაიძახე ასტრელი მაინც რა. ახალაი მქონდა და რაღაც მაინც იმას ვქენი მე. ავცი. თან 8 ნომერს. დრო. ნომერი 6. ვაყენებ 5 ნომრის კანდიდატურას ნულოვანზე მე გუნდი არ ვითამაშე, ვილაპარაკე უბრალოდ რომ 1 3 უფრო წითლები მყავს. მეთქი გამოსულებთან შედარებით 5 გადამოწმებული შავია, 4 ნომერი ყალბი დეტექტივია. მგონი არ მქონდა ძალიან ცუდი სპიჩი ხო, ნულოვან წრეზე. კიდე მე ვარ შავი, ყველა წითლის ნალაპარაკებით. ნულოვანზე იდეალური სპიჩი მქონდა. არა 7 ნომერი არ მქონდა გადამოწმებული წითელი ყალბი დეტექტივის მხრიდან. რა ვიცი, ახლა 5 გავა. შემდეგ შავს უფრო 2 ნომერი არ მომწონს, 3 ნომერი წითელი მგონია, აი ძალიან წითელი მგონია 3 ნომერი. ნულოვანი წრიდან წითელი მყავს. უფრო შავი მგონია 2 ნომერი თქო. ეგ ვილაპარაკე. 5 ნომრის მერე. ხო, რა ვიცი, დანარჩენი სასაუბრო არაფერი არ მაქვს. მე თქვი, გონი იდეალური პოზიცია დავაფიქსირე ნულოვან წრედან. ბას. დრო. ნომერი 7. იდეალური პოზიცია კი დავაფიქსირე, მაგრამ ჩვენ გქონდა მაგალითად 4 შეიძლება და შავი გუნდი ყოფილიყო და ისე ვუტევით ეს მაინც ამიტომ ასახელო 5-ს, მიიღეთ გუნდის კანდიდატურა, მიიღეთ 6, მიიღეთ 2, მიიღეთ 10. 2 ნომერი.
ხო არ ვიცი, მაინტერესებს ამ საუბრებით. 10 ნომერსაც მოусმენ კიდევ ერთხელ. ნუ 3 ტიტული მგონია რა. ჰა? 3 ტიტული მგონია. რა გინდა უკრი? 10 არის მეშავი, მესამე შავი გარდში რა. ბას. მადლობა, ნომერი 9. მოყენებ 5-ს, 2-ზე ადრე გავა 10. იმიტომ რომ 10-მა თქვა რომ 2 წითელია, ყველას გვახსოვს, ამიტომ 2 ნომერო თქვენ დიდი ხანი არაფერი არ გემუქრება, თუ შავი ხართ 10-იანი ყავთ წითელი, რომელსაც თქვა რომ 2 არის წითელი, მე გავიგე. მე არ ვიცი სამის ფერი, მან ითამაშა 1-2-ის წინააღმდეგ, თქვენ წითელი ხართ. 1 გარდაიცვალა. და არის 6 და 7 მოთამაშე. აი ეს 6 ნომერი და 7. 6-მა თქვა ესეთი ფრაზა, 3 არის ძალიან წითელი. მე მგონი მეორე თამაშობს, ხო ან პირველად შენთან. ალბათ 1-200-ს ბევრჯერ, 200-ს თამაშზე მეტი, 1000 თამაში მექნება შენთან ათამაში. ძალიან წითელი, 0 შუა გაქვს ძალიან წითლის ამ თამაში. 2 პოტენციურად წითელის წინააღმდეგ ითამაშა. რატო ხარ ძალიან წითელი ვერ გავიგე. რატო 3 ძალიან წითელი. 1-2-ის წინააღმდეგ ითამაშა. ვაყენებ 5-ს, 4 ყავდათ მაგარი დონი შავებს. თქვენ შავი მგონიათ, აი დაუშვათ შემდეგ წელზე რო თქვა რომ 10 გადიშო, ვის დატოვებთ? 6-7 გონიათ ბოლო შავ. თქვენ ძალიან წითელი გონიათ 3 ესე. 3 არის ძალიან წითელი რა. თუ თქვენ 6-7-ში გონიათ ბოლო შავი, 4-5 შავად გადიან ამ თამაშიდან და 2 და 3 ორივე წითელი. დრო. ნომერი 10. 9 ნომერო. მაფიის მამას გეძახიან. 6-7 ამბობს რომ 3 წითელია. ვინ არის 3? წითელი, ხო? როცა 6-7 3 წითელს ეძახის, მე 3 შავი დაუძახო? მე 2 მყავს წითელი და როცა 6-7 ამბობს რომ 3 წითელია, 6-7-ში უეჭველი შავი ხო ზის? 3-ს ვერანაირად ხო ვერ ეძახია წითელს. ვერასდროს. ჯერ 6-მა დაუძახა წითელი მყავს და მე 7 გადამოწმული 4-ის რა შემოყვანილი წითელი ამბობს რომ 3 წითელი მყავსო. და 10 ყავს ბოლო შავი. 5 რო გავა, მე ყველა ჩვენ თავში დავდებთ ხელს. ქილი მოხდება, მე გაიყოფა 2 კაცი. გავიგეთ? 1 შავი იქნება დარჩენილი. всё. 100. მადლობა. ნომერი 2 გისმენთ? 5 რო გავა და მე 6 რო მიყვება, მე თამაში თუ არ დამთავრდება, მე იქნება მაგიდა ცუდი ამბავი. იმიტომ რომ ცუდად დამთავრდება ის თამაში. იმიტომ რომ 5-ის გასulis მე 9 მოკვდება, 9-ის მოკვლის მე 6 გავა და 6 რო გავა და მე ცუდად წავა საქმე. მე კილზე იქნება საქმე თუ გაგზელდა. მე ვფიქრობ რომ 6-ის გასulis თუ დამთავრდეს თამაში. ხო და გაიყვანეთ ეს 6 და მოვიკლავ თავს. ვაყენებ 6, მე დავდებ 6 და გავიყვან. კი, არ არის პრობლემა. 6 არ არის წითელი, შემდეგ წრეზე მაინც 6 გავა. 6 მაისაბრა 3, მე 3 არ მგონია წითელი. 1-2-ის გადაყრის გამო. 7-მაც ისაუბრებ, 3 წითელიაო. მე რა უქნათ მეთქი მე განიჩნევ თქოს 1-2 წითლები ყოველდღე გადაყრილი. 3-0 აქ ნათამაშები და 4-ზე რაც სილაპარაკა არ იყო და. 4 ვერასდროს 2-3-ის დაყენების 2 თუ ვერ დაიწყებს, 3 თუ დაიწყოს. თან რა არგუმენტიც უთხრა. 3-ს. 2 რატო არ წამოვაყენე? მე დამდები ვარ 6-ში, ხელის თუ იწუც. იწყება ხმის მიცემა. წამოყენებული კანდიდატები არიან 5, 2, 6. ამ თანმიმდევრობით ნომერ 5-ს ახლა აძლევთ ხმას. 1, 2, 3, 4, 5 ხმა. ნომერ 2-ს 1 ხმა. ხმის ლიდერი გახდა ნომერი 5, გისმენთ ნომერი 5. მე არ გაპატიე რომ ბატი დაუძახე შერიფს, მაგიტო ჩავდა შენში ხელი. ეს ნაჩუქარი წითელია ორი ნომერი. ბატი დაუძახა შერიფს, როგორ შეიძლება შავი მოთამაშე იყოს? ნუ რავი, მე ცუდად არ მითამაში, მე ვითამაში 1 2 5 3 4, ჩემი შავი 1 შავი და 3 4-ში და გადავაგდი ეს 1 შავი 4 ნომერი იყო 1 შავი. გადავაგდი 3-ად, ანუ 4 3 წამოყენება უნდა და 3 4-ში 2 შავი არ არის, 3 წამოყენება უნდა და 2 წამოვაყენა. ამიტომ 3 4-ში 3 წითელია, ნაჩუქარი წითელია, 9 გადამოწებული წითელი ნაჩუქარი არის. 10 ნომერი წითლად თამაშობს, ყველა 0-დან წითლად, ანუ 5 ნომერზე შავი დაუძახა, ანუ საეჭვო არისო, რომელიც თავისნაირად ისაუბრა, როგორც თავისი აზრები იყო და შავი, ანუ 10 წითელია. 7 4-ის გადამოწებული იყო 7 სადაც ჩაეწერა 4 წითელია და 6 ნომერი გითხრათ გავიყვანოთ ეს 6 ნომერი. ჩემო პატივცემულო გადამოწებულო წითელო. თქვენ ამ თამაშს ანუ ამ წრეზე უეჭველი წითელს გაიყვანთ და იმალება, მაგრამ შეიძლება იპოვოთ მე. 9 გადამოწებული წითელი 9 გარდაიცვლება და ნუ გადაიკაც ითამაშებს შავი და რა ვიცი, იმედია მოიგებს. და დრო ვემშტოვებით ნომერ 7.
ჩვენ თამაშობთ მაფიას ულამაზეს და უკომფორტულის გარემოში, ვართ ასკილის სხოვენში, კაფე-ბარი ასკილი რუსთავში იცით ყველამ, რომ არის უგემრიელესი კერძები, ძალიან ლამაზი და ოჯახური გარემო. ამიტომ მობრძანდით, ისი ამოვნეთ, ლამაზი გარემოთი, გემრიელი კერძებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ სპორტული მაფიას და ღამე ქალაქში. მაფია ამზადებს იარაღს და ესვრის. ნომერ 1, ნომერ 2, ნომერ 3, ნომერ 4, ნომერ 5, ნომერ 6, ნომერ 7, ნომერ 8, ნომერ 9, ნომერ 10. მაფია იძინებს, ქალაქში შემოდის დონი. მემშტობები დონს, ქალაქში შემოდის შერიფი. მემშტობებ შერიფს და დღე ქალაქში. ნომერი 9, თქვენ ხართ მოკლული. Так, ну მე ვფიქრობდი ეგეთ რაღაცას, რომ ეს 4 რო ლაპარაკობდა 7-ზე რა, 7-ის გადამოწმებულ სიცოცხლეზე. დასაცავად იძახდა თუ არა. სიმართლე გითხრა, 7-იანი ამ გონია რომ დარტყმის ქვეშ იყო და დაცვა იმ მომენტში 7-იანს არ ჭირდებოდა. ეს გონია მე. აი ამიტომ 7 ამ გონია შავ. მე მგონია რომ ეხლა 6-ში მიიღეთ გადაწყვეტილებას. 10 ნომერს 0-ზე აქვს პოზიცია რომ 8-9-ში ზის აუცილებლად შავი მოთამაშე. 8 შერიფია, 9 წითელია. თქვენ ნომერო 3 გაქვთ 1-2-ში აუცილებლად შავი მოთამაშე. ნომერო 10. აი თქვენ რო გახვალ დაუშვოთ პირობითად, ხო, ვის გაიყვანდით 6-7-ში? არა წავაგებთ, ვერ წავაგებთ, ხო უნდა იფიქროთ. თუ წითელი ხართ იფიქრეთ, მე 2 ამ გონია შავი მოკლედ, ესე ხო, მე 2 ამ გონია შავი, ჯერჯერობით ესე უყურებდი მე ამ თამაშს. ხო, 10-ზე წინ როგორ უნდა გავიდეს 2, რას მაჩვენებთ, კაცო, 10-მა თქვა 2 არის ყველაზე წითელი ამ თამაში. მოკლედ 6-ი დავიწყებდი ალბათ რა, მაინც რა, ყველა სუსტი პოზიცია ალბათ 6 აქვს. თქვენ ფიქრობთ რომ თამაში დამთავრდება 2 ნომერი, რო არ დამთავრდეს, მე რა ვშვებით? 6-7 რო 3 წითელს ეძახის რა ხდება? მე 3 არ მიხსენები. ნომერ 9-ს ვემშვიდობები, მაგიტას გახსნის ნომერი 6. ვაყენებ 10-ს, ვაყენებ 2-ს. 2 ნომერი. შენ თუ მომისმინე ნულოვანზე მე რა არგუმენტით შევუტიე 4 ნომერს. ზუსტად იგივე არგუმენტით შევუტიე 4 ნომერს, 3 წითელი მგონია. ზუსტად იგივე არგუმენტით ვუტევდი 4 ნომერს, რა არგუმენტსაც შენ იძახი. ზუსტად იგივე არგუმენტით, მაგრამ მე შენთვის მაინც შავი ვარ, რატო? ანუ მიზეზი, როცა ზუსტად იგივე ისაუბრე, რაც მე ვისაუბრე ნულოვან წრეზე. ხო, ჩემთვის 10-2 არის საერთო, 3 ნომერი წითელი მგონია. წითელია. 7 რა მგონია? მე ვთქვი 10-2-ში მყავს საეჭო, ბოლო შავია დარჩენი. რა გამოვიდა 7? უფრო წითელი. ვაყენებ 10-2-ს. 10-2-ში მგონია ბოლო შავი. 3 წითელია. ბას. მადლობა, ნომერი 7. აი მიიღეთ 6 ნომერის კანდიდატურა, მე ბოლოს შავი მგონია 6 ნომერი, 7 ნომერი არის ნულოვანი წრიდან კიდევ შენი 7 ნომერი და 7 ნომერზე არაფერს არ საუბრობდა. ეგ მე არ მომწონს რა. და მაინც წითელს ეძახი. 2 მე წითელი მეგონა 0-დან. წითელი მგონია იდეაში 10 ნომერი 2 წითელს ეძახის. და 3 გამომდის შავი. 3 გამომდის შავი, ხო. ნახოთ რა ილაპარაკეთ და მე რომ ნახავ, ეხა 6 გადის უეჯველეთ ამის თუ არა მოჩა მე ნახოთ. ბას. მადლობა, ნომერი 10. ნაჭყე, როცა 6-7 წითელს 3-ს ეძახის, ვერასდროს ვერ შეუტევ ნომერ 3. მხოლოდ 1 წითელი ვითამაშე, მე 2 მგონია წითელი, 1-2 ვითამაშე. მხოლოდ მეტი არავინ არ მითამაშია მე ამ გუნდში და შენ. სიო 1-2-7 და 8-9-ში შავი მყავდა. მე რა ვიცი, რა გახსნა საპირებს თუ არა. და შერიფი არის. 4, 3, 4, 5, 6-ში 2 შავი მეთქი, ვილაპარაკე, ხო? 3, 4, 5, 6-ში 2 შავი მოთამაშე მეთქი და 1-2-7 10 ვითამაშე. რა? ვაყენებ 3-ს, ვაყენებ 6-ს, მაგრამ 6 ეძახის 3 წითელს, პირველი 6 უნდა გავიდეს. ნახან 6 3 წითელს ეძახის და მე 2-0 წლიდან წითელი მყავს. თუ შავია მოიგოს კაცო. რა? 2 არ მგონია შავი და მაგედო. 10 წამი, მადლობა, ნომერი 2 გისმენთ? ოქრო, მე გეტყვი, რატო შეიძლება შენ შავი იყო. და რატო უნდა ითამაშო, თუ გადაიკა 10-3 უეჭველი. იმიტომ რომ 6 გასვლით არ ვფიქრობ, რომ თამაში დამთავრდება. მაგრამ 6 წითელი არ არის.
დაცულით ეგრე გამოდის, რომ 4 5 6 3 10-ში უნდა იყოს შავი მოთამაშეები, მაგრამ ეგრე არ გამოდის თან და ვაყენებ 6 გავა და 10-3 ითამაშებ, ვფიქრობ უგა დაიგას. იმიტომ რომ შენ გაყავი 1-7 პოტენციურად 2 წითელი, 2-ს კი დაუძახე წითელი, 8 შერიფსა და 9 შემოწეულ წითელზე აქვს ნასაურები შავი ზის. აი ეგ აქვს სამს არგუმენტი. აუცილებლად იტყვის უგა დაიგას. ხო და სამის წინააღმდეგის არგუმენტი გაქვს, რომ 1-2 2 წითელი ყავს გადაყრილი, მერე წამოყენებით 6 არ წამოაყენე, 6 წითელი ილაპარაკა. 3-მა 6 იყო ერთადერთი ფერი, რომელმაც 3 წითლად იპოვა ამაგიდაზეო, 6 როგორ დავაყენო? 4 წამოყენებულიაო და იქით მინდა აყენეთ გამახსენე. დრო. ნომერი 3 გისმენთ. რა ცუდად ილაპარაკეთ ყველამ, აი ყველამ ისე ცუდად ილაპარაკეთ, რომ წითელი ფერი მაგიდაზე არ ამყავს. ემოციურად ყავს 10 ნომერი წითელი, აი ცარიელი ემოციებით ყავხარ წითელი და შენც არ მყავხარ ეგეთი შავი რა, ოღონდ აი ლაპარაკებით ეხა 4-ვე შავი ხართ მაგიდაზე. 6-ში რო გავა მე უგადაიკაზე არგუმენტს ვიტყვი კი არა, 6-ში რო გავა თამაში უნდა დასრულდეს და თამაში თუ არ დასრულდა, ესე იგი 6 იყო წითელი, ხო? ერთადერთი ფერი აქვს 6 მაგიდაზე, ნაღდი წითელი 3. 3-ს აღარ უწევს უგადაიკაზე ლაპარაკი, რებს ლაპარაკობთ. და 7 ნომერო, თქვენ რო იძახით ბოლო შავია 6 ნომერიო, 6-ში რო გავა თორიდან და 3-ია შავი 10 რო ემართლებით. არც თქვენ არ გაქვთ კაი პოზიცია. შენ რატო გადიხარ? ანუ დატოვებული თემაა და 7-ს უნდა უტევდე. ყველავარი 10-2-ში შეიძლება იჯდეს შავი, მაგრამ 7-მა გადაუმოწმებლად შავიაო, ყველა წერეზე შენ გაყენებს. ვერ გყავს შენი პოზიციის 7 წითელი, აი ეგ თემაა. მაგრამ ლაპარაკით არც ერთი არ ახართ მაგიდაზე წითელი. ვაყენებ 6, კი ბატონო, გავიდეს 6, თამაში თუ გძელდება და 6 აღმოჩნდა წითელი, მე ვარ წითელი, 6 ამბობ 3 წითელია. დრო. ყველა მისაუბრა, წამოყენებული კანდიდატები არიან 10, 6, 3. ამ თანმიმდევრობით ნომერ 10 ახლა აძლევთ ხმას. 1 ხმა, ნომერ 6. 4 ხმა, ნომერი 6. თქვენ ხართ მის ლიდერი. ხო, რა ვიცი, ბევრს ალაპარაკ არ მაქვს. 7 ნომერში იმიტომ ვერ ვუტევდი, რომ ბოლოს შევსთვლიდი 10-2-ში და 7 ნომერზე რამე ძახებინა კაც. 10-2-ში და ეგრე 7 ნომერი გამომივიდა წითელი რა, მაგიტო ვერ ვუტევდი. 6 დააყენე, 2-მა დააყენა 6. აი, 10-2-ში ვიძახდი ბოლოს შავს. ისევ ეგრე მგონია, 10-2-ში იქნება რა და ეხლა დანარჩენი თქვენ ეძებეთ კაც. 3 ნომერი, რა ვიცი, მაგიდაზე 0-იანი წრიდან ძალიან წითელი მყავდა რა. ეგრე გამომდის, რომ 10-2-ში ყავს ბოლოს შავი რა ვქნა, შეიძლება დაფინოს კაც ნაწყია. დატოვა 9 ტიპლად დატოვა. 10-2 წითელი ვიძახეთ და რა ვიცი, რა 2 თუ არის შავი მოიგოს. 100. ვაცხადებ წითელი ქალაქის მოგებას 4, 5, 6 შავი გუნდი, ნომერი 8. მადლობა სუხთით ასკილს მასპინძლობისთვის, აი ესეთი ლამაზი გარემოსთვის, რომ შეგვიქმნა აი სიტუაციისთვის, ძალიან დიდი მადლობა და